მართშობათ, მოგესალმებით. დღეს წავიკითხე ერთი სიტყვით ერთ-ერთი საინტერესო ჩანაწერი, რომელზეც ვისაუბრე წინა ნაწილში და მოკლედ ამ ჩანაწერში იყო გადმოცემული ერთი ადგილის ამბავი, სადაც ერთი შეხედვით, ტიპიური შეხედვით შეიძლება არ იყო მთლად რაღაც ისეთი, როგორ თქვა, სამოთხისებრი რეალობა, იქ იყო ომი, იქ იყო მთელი ამბები, იქ იყო ასე ვთქვათ, ბევრი რამ. შეიძლება ითქვას, რომ იქაურობა სავსე იყო უკვე გარდაცვლილების სულებით და აი რისი თქმა მინდა, ეს ადგილი მოსჩანდა ძალიან ჩაბნელებულად. და ეს ჩაბნელებული ადგილი, რა თქმა უნდა, ისახებოდა იმ ადამიანის შინაგან სამყაროზე, ვინც ამ ყველაფერს გადმოსცემდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი მასზე მოქმედებდა. მაგრამ აი საინტერესოა შემდეგი, რომ თანდათან ეტაპობრივად მან ამ რაღაც ბნელეთით მოცულ ადგილას მან დაინახა სინათლე და ის თავდაპირველი სინათლე იყო, რომელმაც შემდგომში გაუხსნა გზა კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, შემდგომ სინათლეს და აი ამ შემდგომი სინათლის გახსნამ უკვე თანდათან გამოიწვია ამ ადგილზე რაღაც კარგის, რაღაც ლამაზის და რაღაც უკეთესის აღმოცენება, რაღაც კარგის, რაღაც ლამაზის და რაღაც უკეთესის დანახვა. დიახ. და აი ამ სულიერიდან წამოსულ ცვლასთან ერთად თანდათან დაიწყო შეცვლა იმ ადგილმაც და მისმა შინაგანმა სამყარომაც. თანდათან დაიწყო შეცვლა იმ ადგილმა, თანდათან ეს ადგილი გახდა, როგორ თქვა, რაღაც ლამაზი. თანდათან ეს ადგილი გახდა რაღაც, როგორ თქვა, მისტიური. თანდათან ის გარდაცვლილთა სულებიც კი გახდნენ, აი როგორ თქვა, რაღაც მადლით ახსავსენი, რომელნიც ალბათ მაინც სიხარულით აღივსნენ, რომ ვიღაცამ შესძლო იმ ადგილში სინათლის დანახვა, ვიღაცამ იქ შესძლო სიყვარულის დანახვა და აი ამ სულიერიდან წამოსულ სულის სინათლესთან ერთად ყველაფერმა და ყოველმა დაიწყო ცვლა ირგვლივ. და ამ ჩანაწერში იყო ასეთი საუბარი, რომ წიგნ ანგელოზის გულიდან არის სხვათა შორის, ასეთი სიტყვები იყო, რომ აი ეს 20 სასუფეველიო თქვენშიაო, და თქვენგან გამომდინარეობსო ეს ისო, აი თქვენგან უნდა იყოსო. და მანდ მაქვს ასეთი სიტყვები წაკითხული, რომ თქვენ თუ შეიცვლებითო, თქვენს ირგვლივ ყველაფერი და ყოველი შეიცვლებაო, ყველაფერი და ყოველი გარდაიქმნებაო და აი როგორც ჩანს, ეს ცვლილება მოდის თავად ჩვენგან, ჩვენი სულიერებიდან. და აი დავიყოთ ამ სულიერის სინათლის მატარებლები, დავიყოთ ამ სულიერის სინათლის გამტარები, რომლებიც გაუმჯობესებენ როგორც გამოვლენილს, რომელიც გაუმჯობესებს როგორც გამოვლენილს, ასევე ჩვენს შინაგან სამყაროს. ეს ყველაფერი მოდის თავად ჩვენგან, ეს ყველაფერი მოდის სულიერებიდან. სულიერებაა, სულიერი სინათლის გატარებაა ის, რაც აუმჯობესებს როგორც გამოვლენილ, ასევე ჩვენს შინაგან სამყაროს.